სამე ჩვენი შეხვედრა. თუ გახსოვთ, მეორე შეხვედრის ბოლო სლაიდი ასეთნაირად გამოიყურებოდა. სულ ვცდილობთ, რომ ავაწყოთ კომუნიკაცია, მე გადმოგცემთ ინფორმაციას, თქვენს გარემოში, სადაც თქვენ რეალურად არსებობთ, იდენტიფიცირებას ახდენთ იმ ინფორმაციის, რომელიც გამოგიგზავნეთ, ანუ რეალობის ობიექტებს. რა ორი რეალობის ობიექტი ჩანს აქ? ერთი არის სახაზავი, მეორე არის თერმომეტრი. და კიდევ არის აბსტრაქტული წარმოდგენები, სიტყვებით გამოხატული და ფიგურებით გამოხატული. გეომეტრიული წარმოდგენებით ერთი დიდი მსხვილი კუბია და მეორე არის პატარა კუბი. ალბათ მიხვდით, რომ მათი დამახასიათებელი ზომა, წახნაგის ზომა 10 ჯერ განსხვავდება და მოცულობა კი 1000 ჯერ. იმედია, რომ იმუშავეთ თქვენ აი ამ მასალასთან და გარკვეული, ასე ვთქვათ, შედეგებიც მიიღეთ. გამოგიგზავნეთ ესეთი ინფორმაციული გზავნილი. ბევრ რაღაც არის დაშიფრული, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის გარკვეული პაზლი, ინფორმაციული პაზლი, რომელიც თქვენ უნდა გაშიფროთ. თუ მუშაობთ შეთანხმებულად, ეს ნიშნავს, რომ ყოველ ინფორმაციულ გზავნილზე პირველ რიგში თქვენ გიჩნდებათ შეკითხვა თავში. ანუ მიაღწია თქვენთან, თქვენმა ტვინმა დაიწყო მუშაობა და რაღაცა იცანით, რაღაცა ვერ იცანით, დაიწყეთ ამაზე მუშაობა და საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თქვენ აი მეორე ფიგურა ხო დახეთ, ხო? აი ძახილის ნიშანი არის, რომ მიხვდებით, ეს ხომ ეს არის, ეს ხომ ამას ნიშნავს. ეს ხომ ვიცი, ეს ხომ ვნახე, ეს თუ არ ვიცი, მოდი ვნახო იმ ინფორმაციულ სივრცეში, სადაც ჩვენ მუშაობთ. დეტალური განხილვა საკმაოდ შეიძლება იყოს ხანგრძლივი, საინტერესო, ლამაზი, მხოლოდ ორ ელემენტს შევეხები ამ შემთხვევაში. აი ამ სისტემური წარმოდგენის. მოდით იგივე ინფორმაციული გზავნილი და პირველი ორი რეალობის ობიექტი. ერთი რეალობის ობიექტი არის სახაზავი, მისი ფუნქცია რა არის და დავარქვით კიდევაც სახაზავი, ანუ ხაზების დახაზვა შეგვიძლია ჩვენ ამით, ხო? სახაზავი, მაგრამ არა მარტო ხაზების გასავლელად არის. ამავდროულად ხედავთ დანაყოფებს და აი აქ მილიმეტრი, იცით, ნამდვილად, სკოლა ყოველ შემთხვევაში გაგიგვლიათ ახალგაზრდა მშობლებს, ვინც მუშაობს ჩვენთან ერთად, ბებიებს, ბაბუებს და ასე შემდეგ, ყველა ასაკის ადამიანს, შეიძლება ბავშვებიც ირთვებიან ამაში. ვიცით ორმაგი დანიშნულება. გაგახსენდებათ. ეხლა ნახეთ მეორე ობიექტი, რეალობის ობიექტი, ხო? თერმომეტრი. აი ნახეთ ბერძნული თერმო, აი ესეთნაირად იკითხება თერმო, სითბოა. და თერმომეტრი, ქართულად რო ვთარგმნოთ, ეს ყველაფერი თუ ყველგან საერთაშორისო სივრცეში მიღებული ეს ტერმინი, სითბომზომია. მე გიწვევთ თამაში, რომ მოდი დაიწყეთ ტვინის გავარჯიშება, გახსენება, იმიტომ რომ ეს დაგჭირდება ჩვენ ძალიან სერიოზული რაღაცეებით. აი პირველი აი ასეთი ჩვენი რეალური მოქმედება, რეალური მოძრაობა, ინფორმაციულ გზავნილებთან მუშაობა. ეხლა დეტალურად რო დაგიწეროთ ეს ყველაფერი, დეტალურად ყველა სიტყვა, ყველა ტერმინის აღწერა, კალორია, სისტემა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი იქნება. იტყვით, ამას რა წაიკითხავს, ხო? ანუ თქვენს მეხსიერებასთან სამუშაოდ ეს საკმარისია, უკვე გაცოცხლდა ეს ყველაფერი. ტექნოლოგიაც ვახსენეთ მაშინ ჩვენ, მეცნიერებაც ვახსენეთ, მათემატიკაც ვახსენეთ, აქ რიცხვები წერია და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ინფორმაციულ გზავნილებთან მუშაობა. სასარგებლო, განმავითარებელ ინფორმაციულ გზავნილებთან მუშაობა, რომელსაც მოგაწვდით დროდადრო, თქვენ თვითონაც შექმნით და ისწავლით სრული და მკაფიო და ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციული გზავნილების შექმნა იმისათვის, რომ იმუშაოთ თქვენს ბავშვებთან. დებიები და ბაბუები შვილებთან, მშობლები შვილებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მშობლების მუშაობა თავის შვილებთან.
შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი არის ჰერმან ჰესე. ჰერმან ჰესე და მისი წიგნი, რომელიც მე რომ მკითხოთ ქართულად არასწორად არის თარგმნილი. ამაზე ლევან ბერძენიშვილი, საკმაოდ ცნობილი ადამიანი, ლაპარაკობს, რომ აი არ მომწონს, არ უნდა იყოს, შეიძლება რიოში ამოვიღოთ და თამაში მარგალიტებით დავარქვათ. აბსოლუტურად ვეთანხმები. თვითონ ამოვიღოთ ეს ყველაფერი და ჩვენ გავაგრძელოთ როგორც თამაში მარგალიტებით. მარგალიტებით, აი ესეთნაირად, აი ჩვენთან მიღებული იქნება ეს. რატომ მარგალიტებით? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს დავიყვანთ იმ პირველად, ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან ცნებებზე, ობიექტებზე, წარმოდგენებზე, რეალობის ობიექტებზე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ზუსტი კომუნიკაცია და ამომწურავი კომუნიკაცია. აი თუ ამას დავეუფლებით, მაშინ ყველაფერი იქნება წესრიგში. ყოველი ჩვენი მცდელობა, რომ ინფორმაცია გადავცეთ, ვიღაცას რაღაცა ვასწავლოთ, იქნება თამაში მარგალიტებით. პირველადი ცნებების გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს თვისება უნდა გაგიჩნდეთ. ამოვაგდეთ ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ტრაგედია არის, ანუ ქართულ კულტურულ სივრცეში შემოვიდა აი ეს მსოფლიო ლიტერატურის ძეგლი, ხალბი, ანუ რიოში სახელწოდებით. ხდება ესეთი რაღაცები ხშირად და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება, რომელიც ანგრევს საერთოდ კულტურულ სისტემებს, საგანმანათლებლო სისტემებს, წარმოდგენებს. და აი აქედან გამომდინარე, ალბათ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ის მარგალიტებია, რაც მოპოვებულია და რაზეც ვიმუშავებ, ეს არის რიცხვის და ზომის ცნება. ხო, ამაზე შევთანხმდით. აქ რიცხვებიც არის და ზომაც არის და უმარტივესი ოპერაციები. იმედია, რომ თქვენ მუშაობთ და ყოველი ტერმინი თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად, მე არ გაწვდით რაღაც შეზღუდულ, ხო? მკაფიოდ რეგლამენტირებულ და საგნობრივად კლასიფიცირებულ სასწავლო მასალას, არამედ თავისუფლებას გაძლევთ, რომ დაიყვანოთ თქვენი აზროვნება პირველად ცნებებზე და აქედან დაიწყოთ ადამიანებთან, ბავშვებთან ურთიერთობა. მე მგონი შევთანხმდით და ბევრი რამე თქვენთვის გასაგები გახდა. ეხლა თქვენი ლაბორატორია, თქვენი სამზარეულო, სახაზავი, თერმომეტრი, შეიძლება სხვა თერმომეტრიც გქონდეთ თქვენ, ტემპერატურა გაზომოთ სამზარეულოში, ესეც მნიშვნელოვანია და მე გთავაზობთ, რომ კიდევ თქვენ დაიწყოთ აი ესეთი ექსპერიმენტების გაკეთება. ალბათ საზომი ესეთი ჭურჭელი გაქვთ ჭურჭელი, რომთაც შეგიძლიათ ისარგებლოთ და ბავშვებს თავაზობ ხოლმე აი ესეთ გართობას. მოდით აი ესეთი ექსპერიმენტი ჩაატაროთ. ჩაასხათ წყალი და დაინახავთ უცნაურ რაღაცებს, რაც ფიზიკის კურსში გადის და მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ფიზიკის სწავლა უნდა იწყებოდეს აი ესეთი ექსპერიმენტებით. ნამეტანი აბსტრაქტულია საერთოდ ის პირველი ნაბიჯები, რაც აი დღეს არის ფიზიკის კურსებში, ჯობია აი ესეთნაირად დაინახოთ ეს ყველაფერი, გააკეთოთ ეს ექსპერიმენტები, გაგიკვირდეთ, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ პასუხები მოძებნოთ გარკვეულ შეკითხვებზე და დაიწყოთ ამ პასუხების ძებნა. ანუ მივყვეთ რასელ აკობს და გადადგათ აი ეს ნაბიჯები. ეხლა შეხედეთ აი ამ სურათს, აი ბავშვებს ვაჩვენებდი, მე მომიწვიეს ბავშვებთან სამუშაო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო თავის დროზე და ბავშვებს ვაჩვენებდი. ვაჩვენე ეს სურათი. რა სიტყვით ბავშვებო, ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, 1-2-3 მეცა დიდიობა, რას ხედავთ აქ? გამადიდებელი მინა მითხრეს. მეოთხარი, არა, ამ შემთხვევაში ეს არის წყლის წვეთი. გაუკვირდათ, მათ ემოციას ვაკვირდებოდი და ესეც იყო განმავითარებელი კომუნიკაცია, შეხვედრა, ესეთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, მართლაო, ანუ ასეთი საშუალება არსებობს,
ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი და თქვენს გთავაზობთ, რომ თქვენ ესეთი ექსპერიმენტი ჩაატაროთ თქვენ სამზარეულოში. აი აქ სპეციალურად შევარჩიე რამდენიმე სურათი გავაკეთე, სადაც ხაზები ჩანს, კიდევ აი ასეთ ჭხირზე სტრუქტურა ჩანს და ნახავთ, რომ ადიდებს ეს ყველაფერი. აი შევეცადოთ მე ამ შეკითხვაზე გავცეთ პასუხი. ანუ არ გჭირდება ამისათვის ჩვენ არც რაღაც ლაბორატორია, არც რაღაც განსაკუთრებული ნივთიერება. ანუ აი ასეთ მარტივ ექსპერიმენტს ვატარებთ, რომელიც პირველად მოდელს გვთავაზობს. მოსაზრებები თუ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ აი აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცა გაიხსენოთ და დაიწყოთ თქვენ აი ამის გარშემო უკვე მძივებით თამაშის პარტიის აგება. თქვენ თუ ისწავლით თქვენს ბავშვებთან აი ესეთი ინტელექტუალური თამაშების, ანუ მძივებით, მარგალიტებით თამაშის განხორციელებას, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ამოცანა იქნება შესრულებული. თქვენც განვითარდებით და თქვენი ბავშვიც განვითარდება. პირველად მე აი ასეთი ობიექტი დავინახე, როდესაც საბავშვო ბაღში ვიყავი. იმდენი შეკითხვა დაუსვი მასწავლებლებს, რომ გადავრიე ვერ პასუხობდნენ და ერთმა მითხრა, დაანახეთ გამადიდებელი მინა. დამანახეს ეს ყველაფერი და დაიწყო ამის. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ლაბორატორიებში, ხელსაწყოებთან, ყოველთვის საჭიროა დაგპირდით, რომ უსაფრთხოების წესებზე უნდა იყოს საუბარი. როდესაც ოპტიკურ ელემენტებზე იქნება საუბარი, როგორც კი თქვენ პირველად ბავშვს დაანახებთ გამადიდებელ მინას ან ლუპას, მაშინათვე უნდა უთხრათ, რა საფრთხის შემცველია ეს ობიექტი. აი აქ ამ ბავშვებთან მუშაობის დროს, ვისაც დავანახე ეს ყველაფერი როგორც წყლის წვეთი, ქახალს უკიდებენ ცეცხლს ისინი და ვეუბნები, რომ აი ასეთი რაღაცებია, ენერგიის ობიექტი არის მზე და ჩვენ ვახერხებთ მისი გამოსახულების შემცირებას და იმდენად მკვრივი ხდება ენერგიის ნაკადი, რომ ცეცხლი ეკიდება ქახალს. ეს იყო ნომერ პირველი აი ასეთი გაფრთხილება, ყოველთვის როდესაც ოპტიკაზე არის საუბარი, ყველა ასტრონომი ვალდებულია, რომ აი ამ საფრთხეებზე ისაუბროს. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ აი მეორე პატარა სურათზე რამხელა ემოცია არის, როდესაც უკვე სხვა ხერხებით, უკვე დაცვის მთელი, ასე ვთქვათ, არსენალის გამოყენებით, აი ამ ბიჭს დავანახე ის გამოსახულება უსაფრთხოდ პროეცირებული აი ამ ქახალზე. მე მგონი საკმაოდ საინტერესოა. ეხლა გაიხსენეთ, რომ თქვენ სამზარეულოში არის ორი ძირითადი, მე დეტალიზაციას გავაკეთებ, საფრთხის შემცველი ობიექტები. ცნებები. ერთი არის ენერგია, სითბოთი ვსარგებლობთ, დუხს წყალი, ჩართულია ქურა და ასე შემდეგ და მეორე არის მჭრელი საგნები. ამ ორ საგნებზე იფიქრეთ და როგორ აუხსნიდით თქვენ ბავშვებს. რა არის? ანუ თქვენ თვითონ ახლა შემდეგი დავალება არის ზუსტად უსაფრთხოების წესებზე მუშაობა. კეთესი წარმოდგენა შევქნათ უსაფრთხოებაზე. ყოველ შემთხვევაში ჩემი ქალიშვილი პატარა როდესაც იყო 4 წლამდე აკრძალული ქონდა სამზარეულოში შემოსვლა მარტო ცალკე. უფროსები როდესაც არიან, მაშინ არის შესაძლებელი. ეს იყო როგორც ტაბუ აკრძალვა, პრინციპული და ბავშვი ნამდვილად ამას იცავდა. ანუ მე მგონი საკმაოდ საინტერესო იყო ეს ჩვენი მესამე შეხვედრა და მოდით აი ჩვენ ვიმუშაოთ ამაზე, იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო გახდა და მოვემზადოთ შემდეგი ჩვენი შეხვედრისათვის. ყოველ შემთხვევაში ჭრელ და ცხელ და ესეთ ენერგიის შემცველ საგნებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრია თქვენ სამზარეულოში, გარკვეული სისტემური წარმოდგენა შევქმნათ, ერთად იმისათვის, რომ მივიდეთ კულინარიამდე უსაფრთხოდ. ნახვამდის.